რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ბიზნესის დამფუძნებელს ვესაუბრე. კონკრეტული ვაკანსიის შესაძლებელში დახმარება სჭირდებოდა და განვიხილავდით, რამდენად სასაგებო შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი რესურსები ამ საქმეში. მე ბევრი არ მიფიქრია და ჰედჰანტინგით მუშაობა შევთავაზე. თუმცა ამ მეთოდით მუშაობაზე კატეგორიული უარი განმიცხადა. მიზეზი კი შემდეგი იყო. ჩემთვის ერთგულება მნიშვნელოვანია. შენ შეიძლება დღეს კონკრეტული ადამიანი სხვა კომპანიიდან ჩემთან სამუშაოდ გადმოიყვანო და გადმოიბირო, თუმცა შეიძლება მოკლეან საშუალებიან პერსპექტივაში ამ ადამიანმა მეც მიმატოვოს და სხვა კომპანიაში გადავიდეს სამუშაოდ. ის რომ ჰედჰანტინგში ცუდი არაფერია, ამაზე ბევრი ვისაუბრეთ. მეორეს მხრივ ამ საუბარმა ახალი ვიდეოს ჩაწერის ინსპირაცია მომცა. დღეს გაგიზიარებთ ჩემს მოსაზრებებს თუ რა მნიშვნელობა და როლი აქვს ერთგულებას ბიზნესში და რა შედეგები მოყვება ერთგულებას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. ერთ-ერთ ორგანიზაციაში ვიყავი შესული როგორც მენეჯმენტ კონსულტანტი. ორგანიზაცია იყო დაახლოებით 20 წლის და მისი დაფუძნების დღიდან ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა მისი დამფუძნებელი. დამფუძნების სურვილი იყო, რომ ის გასულიყო საერთოდ ბიზნესის მართვიდან და მას სხვა პირადი გეგმები ჰქონდა. რა თქმა უნდა, ეს 20 წლის შრომის წყალში გადაყენა ნამდვილად არ უნდოდა და უნდოდა რომ ყველაფერი დალაგებულად ყოფილიყო და საიმედო ხელში ყოფილიყო, რაც თავარია. ამისთვის საჭირო გახდა ორი რამ, ერთი ის რომ მართველი დირექტორი შევარჩიეთ, მეორეს მხრივ საჭირო გახდა მართვის სისტემების განახლება, თითქმის ნულიდან შევქმენით მართვის სისტემები კომპანიაში. მას შემდეგ რაც ორგანიზაციულ სტრუქტურაში როლები გადალაგდა და კონკრეტული შედეგები იქნა გაწერილი თუ რა შედეგები მოეთხოვება კონკრეტულ განყოფილებას და თქო უნდა კონკრეტულ ადამიანებს, აქ უკვე ძალიან დიდი უკმაყოფილება წამოვიდა, იმიტომ რომ აქ დაახლოებით 80% დასაქმებულებისა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ამ კომპანიაში მოდიოდნენ დაფუძნების დღიდან. ისინი გზნობდნენ ძალიან დიდ უსამართლობას, ამბობდნენ რომ ვერ გზნობენ დაფასებას ორგანიზაციის მხრიდან, ისინი ამ ორგანიზაციას გვერდში ედგნენ ყოველთვის, გაწირეს პირადი ინტერესებიც კი რომ ეს ორგანიზაცია აქამდე მოსულიყო, მართვის ახალ მოდელზე გადასვლა, მიაჩნდათ რომ უბრალოდ ფორმალობა და სხვა არაფერს არ ემსახურებოდა. როცა მენეჯმენტ კონსალტინგში ხარ, ადამიანთა წინააღმდეგობა ჩვეულებრივი ამბავია და არც უბრალოდ კონკრეტული მიდგომები და მეთოდები, რითაც შეიძლება ამ წინააღმდეგობების გადალახვა. ზოგადად მე პირადად ჩემი აზრია და ბევრი წარმატებული კონსულტანტიც იგივე გზას ირჩევს, რომ სტრუქტურის ცვლილების დროს არ მოხდეს ადამიანების ესე გათავისუფლება. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ის ადამიანები, რომლებიც წლებია მოდიან ამ ორგანიზაციაში, შენარჩუნდნენ მაქსიმალურად იქნას გამოყენებული მათი გამოცდილება, ინდუსტრიული მათ შორის, მაგრამ კონკრეტული უნარები და ცოდნა, რომელიც უკვე მოითხოვება და ეს ცოდნა და უნარები ახალი არის და ბაზარი ითხოვს უბრალოდ ამას და ბიზნესი ითხოვს, ამ უნარების გამომუშავებაში ორგანიზაცია ხელს უწყობს ხოლმე და ამისთვის გარკვეული გეგმებიც კეთდება. თუმცა ამ кейსში ძალიან ცოტა ადამიანი აღმოჩნდა ისეთი, ვინც ფეხი აუწყო ამ ცვლილებებს და უმეტესობა თავისი ნებით წავიდა ამ ორგანიზაციიდან. ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ ამ ადამიანებს ორგანიზაცია მოწლიანი ერთგულება არ დაუფასა. თუმცა სინამდვილეში პრობლემა საერთოდ სხვა რაღაცაშია. მოდით ცოტა უკან გადავახვიოთ, როგორ იქნება ორგანიზაციები და რა გზით მიდიან იმ დანიშნულების წერტილამდე, რომელზეც მე кейსის სახით მოგიყავით. როდესაც დამფუძნებელს ბიზნეს იდეა მოვა თავში, ის ძალიან სწრაფად იწყებს მის სისხლში მოყვანას. მთლიანი პერიოდი დამფუძნებელთან მუშაობისა, როცა ბიზნესი ახალი შექმნილია, დაკავშირებულია ძალიან დიდ სტრესთან, იმედგაცრუებებთან და ძალიან ცვალებად გადაწყვეტილებებთან, იმიტომ რომ თავად ორგანიზაცია მარიცის რა ბიზნესია და საკუთარ თავს ეძებს თუ როგორ უნდა იყოს სასარგებლო და მნიშვნელოვანი საკუთარი კლიენტებისთვის. მთლიანი ერთგულება უკავშირდება ხოლმე დამფუძნების პიროვნებას და დამფუძნებელი თავისთავად აი ამ ერთგულების სანაცვლოდ არ ითხოვს მის გარშემო შემოკრებილი ადამიანებისგან მაღალ კომპეტენციებს. ეს ხდება იმიტომ, რომ როგორც წესი, კლიენტის საჭიროებებზე ორიენტირებული არის მხოლოდ დამფუძნებელი. არის კლიენტი, კლიენტის საჭიროებებს უყურებს დამფუძნებელი, ხოლო დამფუძნების საჭიროებას უყურებენ დასაქმებულები.
ანუ ხიდი კლიენტსა და თანამშრომელს შორის სწორედ დამფუძნებელია. იქნება გარკვეული კომფორტის ზონაც, იმიტომ რომ შეცდომების მიმართაც დამფუძნებელს ძალიან მაღალი ლოიალურობა აქვს და ესე გადის მრავალი წელი. ამ მრავალი წლის განმავლობაში სამყარო ცხადია იცვლება, თუმცა ამას ორგანიზაციაში ნაკლებად ზრდომა ხოლმე. შეცვლილი სამყაროს შეგრძნება მხოლოდ მაშინ ჩდება, უმეტეს შემთხვევაში მაშინ ჩდება, როდესაც უკვე დამფუძნებელი ვეღარ ახერხებს აი ამ მასშტაბური ბაზის მორევას. დამფუძნებლის მიმართ გამოჩენილი ერთგულება აქტუალურობას კარგავს, მოითხოვება ის, რომ კლიენტის გარშემო შემოკრებილი იქნეს თანამშრომლები და თანამშრომლის გარშემო იქნეს შემოკრებილი უკვე დამფუძნებელი და მენეჯმენტი. შესაბამისად, კლიენტის გარშემო შემოკრება მოითხოვს ახალ კომპეტენციებს. საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის მსხვერპლი არის როგორც თავად დამფუძნებელი, ისე დასაქმებული და თვითონ ორგანიზაციაც. მე ვიცნობ ბიზნესის დამფუძნებლებს, რომლებიც ხელოვნურად ტოვებენ ესე თანამშრომლებს თავიანთ ბიზნესში დღემდე. მათ სინისი ქერჭით უბრალოდ და სხვენიათ, რომ ამადამიანს უთხრან, რომ მათ დატოვონ ბიზნესი და გარკვეულწილად ფორმალურად არიან გაფორმებულები, ისინი ჩვეულებრივად ხელფას იღებენ. ყველა მიცის, რომ დიდ ღირებულებას ისინი ორგანიზაციაში არ ქმნიან. სამწუხაროდ ხშირად ნომერ პირველი თანამშრომლები არიან ხოლმე, რომლებიც ცვლილებებს წინააღმდეგობას უწევენ ხოლმე, რის გამოც ორგანიზაციას ხელს უშლიან განვითარებაში. ძალიან ცოტა აღმოჩნდება ხოლმე ისეთი ადამიანები, ვინც ცდილობენ, რომ აი ამ პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციის ტვირთად კი არ იქცენ, არამედ განვითარდნენ, შეიძინონ ახალი უნარები, აუწყონ ფეხით ცვლილებებს და იყვნენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანები კომპანიაში. ცოტა თუმცა ვიცი ასევე ფაქტები, რომ ეს ადამიანები ან აღმასრულებელი დირექტორები არიან ამ კომპანიაში, ან უბრალოდ ბიზნეს პარტნიორები და ჩვეულებრივად დივიდენდებს იღებენ ამ ბიზნესისგან. ჩემი აზრით, ერთგულება ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი რამ არის, უბრალოდ გააჩნია სად და როდის. პიროვნებისადმი ერთგულება, მე ვფიქრობ, უნდა გამოვიჩინოთ ოჯახში, ნათესავებთან და მეგობრებში. ხოლო როდესაც ბიზნესში ვართ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ვაკეთებ გარკვეულ საქმეს. და პიროვნებისადმი ერთგულება შეიძლება გარკვეულწილად ზედმეტ კომპონენტად ჩაითვალოს. ჯობია საქმის მიმართ ვიყოთ ერთგულები, რაც გამოიხატება იმაში, რომ ის ამოცანა, რომელიც გადაჭრათ ჩვენ გვევალება, გავაკეთოთ სრული პასუხისმგებლობით, კონკრეტულ დროში და კონკრეტული ხარისხით.